ქრისტიანების საქართველოს მივესალმები იმ ამაყი ერის წარმომადგენლებს, ვინც 230 დღიანი პროტესტის შემდეგ ჩვენი თავისუფლების ხმა, ჩვენი ერთიანობის ხმა, ჩვენი ურყევი წინააღმდეგობის ხმა საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად. ვინ გადაწყვეტ საქართველოს ბედს? ივანიშვილი, მისი მცირე რიცხოვანი დაჯგუფება თუ მისი აღმატებულება ქართველი ერი? ამის მიხედვით არის მის არჩევა გამარჯვება. მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, როგორც ყოველთვის გამარჯვება დარჩება ქართულ ხალხს, რადგან საკუთარ ხალხთან ბრძოლა არავის არ მოუგია ჯერ აქამდე. ასევე მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში ხშირად ვსვამენ კითხვას, როდის დადგება შედეგები. ჩვენ გვაქვს მეგობრებო შედეგები, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი უწყვეტი პროტესტით, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობით, ჩვენი ერთადღობით, ჩვენი უკან არდახევით, ის რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე და ამ კრიზისის გამო მათ დაიწყეს ერთმანეთის ჭამა. ასე ვთქვათ, ეს არის სისუსტის ნიშანი, ეს არ არის სიძლიერის ნიშანი. რა უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ამას? უფრო მეტი ერთიანობა,